ნეუტივიში, სადაც ასევე ვამოწმებთ ამ მასალას. ეხლა რა შეიძლება პროექტს? როდესაც ამ კურსის შესახებ გავიგე, თავიდან ეხა ეს სფერო საერთოდ ჩემთვის სრულად ახალი იყო, მაგრამ ძალიან ინტერესი გამოიწვია ჩემში, იმიტომ რომ ტექნოლოგიები ვითარდება და ჩვენც თუ ანუ ფეხი არ ავუწყეთ აი ამ სიახლეებს, ვერ ვიქნებით კონკურენტუნარები ვერც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე, ასე რომ რატომაც არა ახალი არის, საინტერესო არის და მე გადაწყვეტა რომ ერთი სიტყვით ჩართულიყავი და მეტი გამეგო ამ ყველაფერს. ტიპსები და გროკი უფრო გავსებს, მაგრამ ოღონდ უნდა ასწავლოთ, რომ გროკი ეს ყველაფერი უფრო ქართული რეალობაზე ვარ, ესო ქართულად წაიყვანა. ვითარდება სამყარო და ძალიან ბევრი რაღაც ჩვენს გარშემო იცვლება. განსაკუთრებით კი სოციალურ ქსელში ვრცელდება ხშირად ყალბი ინფორმაციები, ასევე deepfake, ანუ გაყალბებული ვიდეოები, რაც ასე ვთქვათ, ზედმეტად დამაჯერებელი შეიძლება იყოს იმ ადამიანებისთვის, რომელთაც არ აქვთ ინფორმაცია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით. და სწორედ ამიტომ ჩვენ ახლა ჩართულები ვართ პროექტში, სადაც გვასწავლიან ხელოვნური ინტელექტის შესახებ, გვაძლევენ იმ ინფორმაციას, რომელიც საჭირო არის იმისათვის, რომ ამოვიცნოთ ყალბი ინფორმაცია. იმ ფონზე განსაკუთრებით რა კიბერშეტევითი პოტენციალიც გააჩნია რეალურად ოკუპანტ სახელმწიფოს რუსეთს, ჩვენ ვიმყოფებით აბსოლუტურად დაუცველ სიტუაციაში, ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა იმყოფება აბსოლუტურად დაუცველ სიტუაციაში და ჩვენ ვხედავთ ამის მაგალითებს, თუნდაც ელექტროენერგიის გათიშვას, თუნდაც იმ დატესტებს, რა დატესტებსაც ვთქვათ, რუსი ჰაკერები ახორციელებენ საქართველოში და შემდეგ ამას იყენებენ უკვე ევროპის ქვეყნებში. ის რომ მარტო ChatGPT არ არის და უფრო სიგნალებში ვიწყავთ და უფრო მეც გავიგებთ ამის შესახებ.